ბორში საპროტესტო აქცია სახელწოდებით ერთობის ჯაჭვი გაიმართა. ქალაქის ცენტრში აქციის მონაწილეებმა ჯაჭვი შეკრეს. ისინი ორი მოთხოვნით შეიკრიბნენ და ინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებული ადამიანები. დღეს გავართ ვუერთდებით საქართველოში დაწყებულ ჯაჭვს, რომელსაც პირდაპირ მივყავართ ევროპისკენ. ეს ჯაჭვი არ იქნება უწყვეტი. ჩვენი ბრძოლა არ შეჩერდება, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ყოველთვის ვიბრძოდით თავისუფლებისთვის, ვეწირებოდით თავისუფლებას და დღესაც ამ მოტივით გავართ, რომ ჩვენთვის ქართველებისთვის უპირველესი არის თავისუფლება. თავისუფლების შეგრძნება და თავისუფლების მატერიალიზაციას ვერავინ ვერ წაგვართოს. უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, უნდა გათავისუფლდნენ დაკავებული პატიმრები და რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენ უნდა უარი ვთქვათ და ჩვენი ერთიანობით ვაჩვენოთ მთელს იმ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ერთიანები ამ ბრძოლის გზაზე. მე ჩემი როგორც მარიკა მღებრიშვილის სახელით მინდა და კიდევ არასამთავრობო სექტორის ადგილობრივი, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ერთად ავართ აქ გორის შიდა ქართლის არასამთავრობო სექტორი. მოკლედ ჩვენ ვგავართ აქ, იმიტომ რომ გვინდა ამ ჩვენი ერთობით ხელი-ხელ ჩაგიდებულებმა გადავცეთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ ეს ერთობა ჭირდება იმისთვის, რომ ძალიან მალე ჩვენი ქვეყანა ისევე როგორც იყო დაგეგმილი, ისევე როგორც კეთდებოდა ყველაფერი, გავხდეთ ევროკავშირის წევრები. აქციის მონაწილეებს მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. გელა მამუკაშვილის თქმით, აქციის მონაწილეების პროტესტი უსაფუძვლოა. ჩემი პოზიცია სიახლის ვერაფერს ვერ გეტყვით, დიდი ხანია პარტიის ლიდერებმა, პრემიერ-მინისტრმა შეაფასეს ეს. ეს არის წინასწარ დაგეგმილი აქციები, რომელიც ეფუძნება იმ გარემოებას, თავარი მიზეზი ის არის, რომ საქართველოს როგორც იქნა, მისი ხელმძღვანელობის სახით სუვერენიტეტი მოიპოვა, დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებს საგარეო პოლიტიკას. აქედან გამომდინარე ის გარკვეული უცხოელი ძალები, რომლებიც არიან ეწინააღმდეგებიან, ბუნებრივია, არ აწყობთ, არ სჭირდებათ ასეთი ხელისუფლება, მათ უნდათ მორჩილი ხელისუფლება და ეს ყველაფერი არის გამომდინარე აქედან, მათ შორის გამოგონილი არჩევნების გაყალბების თემა. შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები დედაქალაქსა და ზოგიერთ რეგიონში ერთი თვე არაც მიმდინარეობს.